ოდესმე დაგიჭერია საკუთარი თავი იმაზე ფიქრში, რომ შენს გონებაში ვიღაც გამუდმებით ლაპარაკობს. ეს არის ხმა, რომელიც ფაქტობრივად არასდროს ჩომდება. შინაგანი კომენტატორი, რომელიც აფასებს ყველაფერს, რასაც აკეთებ, განიკითხავს სხვებს, შფოთავს მომავალზე და გამუდმებით წარსულს მისტირის. სწორედ ის გეუბნება, რა უნდა გეთქვა სხვანაირად, რა გელოდება ხვალ, ან რატომ არ ხარ საკმარისად კარგი. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ამ ხმას, რომ თითქოს ის ჩვენი ნაწილია. გუჯიერა, რომ ეს ხმა თავად ჩვენ ვართ, ჩვენი მე. მაგრამ რა მოხდება თუ ეს ხმა სულაც არ ხარ შენ? დაფიქრდი, რა მოხდება თუ შენ სინამდვილეში ის ხარ, ვინც ამ ხმას უსმენს. ამ ვიდეოში ერთად დავიწყებთ ალბათ ყველაზე საინტერესო მოგზაურობას, საკუთარი ცნობიერების სიღრმეებში. ჩვენ გავარკვევთ, ვინ არის ის, ვინც ამ დაუსრულებელ შინაგან მონოლოგს ისმენს და როგორ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ მენტალური ხმაურისგან, რომელიც ხელს გვიშლის სიმშვიდის და ნამდვილი ბედნიერების განცდაში. ეს არ არის უბრალოდ ფილოსოფია, ეს არის პრაქტიკული გზა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ჩვენს აღქმას საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ. მოდი უფრო ახლდან შევხედოთ ამ ფენომენს, რასაც პირობითად შინაგან ხმას ან გონების ხმაურს უწოდებთ. ეს არის ჩვენი ფიქრების თითქმის უწყვეტი ნაკადი, რომელიც მუდმივ ფონს ქმნის. წარმოიდგინე, ღამით საწოლში წევხარ და დაძინებას ცდილობ. სწორედ ამ დროს სრულ სიჩუმეში ეს ხმა ყველაზე მეტად აქტიურობს. ის იწყებს დღის მოვლენების გარჩევას. რატო თქვი სისულელე შეხვედრაზე? ალბათ ყველა მიფიქრა, რომ არაპროფესიონალი ვარ. მერე უცებ მომავალზე გადადის. ხვალ უფროს უნდა ველაპარაკო, მაგრამ რა უთხრა, რომ არ დამთანხმდეს. იქნებ სამსახურიც კი დავკარგო. ის წამებში გვიხატავს კატასტროფულ სცენარებს, გვაიძულებს ხელახლა განვიცადოთ ძველი ცხენები და გვაშფოთებს იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა და დიდი ალბათობით არასდროს მოხდება. ან მაგალითად, როცა რაიმე ახალს იწყებ, ვთქვათ ხატვას. შენს თავში მაშინვე იღვიძებს კრიტიკოსი. ეს რა საშინელებაა? ხატვის ნიჭი აშკარად არ გაქვს. სხვები ბევრად უკეთესად ხატავენ. ჯობია შეეშვა, მაინც არაფერი გამოგივა. ეს ხმა გამუდმებით ადარებს, აფასებს და განიკითხავს. ის არის შინაგანი პერფექციონისტი, რომელიც არასდროსაა კმაყოფილი. რა თქმა უნდა, ეს შინაგანი დიალოგი ყოველთვის ნეგატიური არ არის. ის გვეხმარება დაგეგმვაში, ანალიზსა და ოცნებაში. სამსახურის მერე მაღაზიაში უნდა შევიარო. პური რძე და კვერცხი ვილიდო. მერე ბავშვი გამოვიყვანო ბაღიდან, შემდეგ კი ეს გონების ბუნებრივი ფუნქცია. დაამუშავოს ინფორმაცია, გააანალიზოს წარსული და დაგეგმოს მომავალი. პრობლემა იწყება მაშინ, როცა ჩვენ ბოლომდე ვაიგივებთ საკუთარ თავს ამ ფიქრებთან. როცა გვჯერა, რომ ჩვენ ვართ ეს მოშფოთავი, კრიტიკული და უცველი ხმა. სწორედ ეს იდენტიფიკაცია იწვევს მუდმივ სტრესს, შფოთვას და უკმაყოფილების განცდას. ჩვენ ხვდებით საკუთარი გონების ტყვეები. იძულებულნი უსმინოთ ამ დაუსრულებელ მონოლოგს, რომელიც ენერგიას გვართმევს და ხელს გვიშლის ვიღოთ აქ და ეხლა. ჩვენ ვწყდებით რეალობას, რადგან გამუდმებით ცხოვრობს წარსულის აჩრდილებში ან მომავლის ილუზიებში, რომელსაც ჩვენივე გონება გვიქმნის. თუ ეს ხმა ამხელა დისკომფორტს გვიქმნის, რატო არსებობს ის საერთოდ? რატო არ შეგვიძლია უბრალოდ გამორთოთ? პასუხი ჩვენს შორეულ ევოლუციურ წარსულშია. წარმოიდგინეთ ჩვენი წინაპარი კოლხეთის დაბლობში. მისთვის მთავარი ამოცანა გადარჩენა იყო. მისი გონება მუდმივად მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო. ეძებნა პოტენციური საფრთხეები. შრიალი ბუჩქებში შეიძლება მტაცებელს ნიშნავდეს. უცხო კენკრა საწამლოს. ამიტომ გონება გადაიქცა ერთგვარ საფრთხის დეტექტორად, რომელიც გამუდმებით აანალიზებდა გარემოს და ქმნიდა ყველაზე ცუდ სცენარებს, რათა ადამიანი მზად ყოფილიყო. გონება, რომელიც მუდმივად ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეიძლება ცუდად წავიდეს, გადარჩენის შანსებს ზრდიდა. ეს მექანიზმი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ჩვენს დნმ-ში ჩაიწერა. ჩვენი ტვინი დღესაც იმავე პრინციპით მუშაობს. ის დაპროგრამებულია პრობლემების ძიებაზე. თუმცა თანამედროვე სამყაროში ხმალკბილა ვეფხვი უკვე აღარ გვემუქრება, მაგრამ გონების მექანიზმი იგივე დარჩა. ახლა ფიზიკური საფრთხეების ნაცვლად ის სოციალურ და ფსიქოლოგიურ საფრთხეებს ეძებს. რას იფიქრებენ ჩემზე სხვები? რა მოხდება თუ სამსახურს დავკარგავ? რა იქნება თუ გამოცდას ვერ ჩავაბარებ? ეს კითხვები თანამედროვე ადამიანის ხმალკბილა ვეფხვია. გონება მათ ისეთივე სერიოზულობით ეკიდება, როგორც ჩვენი წინაპრის გონება, რეალურ მტაცებელს. ის გამოყოფს სტრესის ჰორმონებს, გვაიძულებს ვიყოთ მუდმივ დაძაბულობაში და ვეძებოთ პრობლემები იქაც კი, სადაც ისინი არ არსებობს. გონებას სიჩუმის ეშინია, რადგან ევოლუციურად სიჩუმე და უმოქმედობა საფრთხესთან ასოცირდებოდა. ამიტომაცაა, რომ როგორც კი ვცდილობთ უბრალოდ ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ, გონება მაშინვე იწყებს ხმაურს.
შეიძლება ითქვას, ჩვენი გონება გავს რადიოს, რომელიც გამუდმებით ჩართულია და ერთი სადგურიდან მეორეზე ხტუნაობს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გონია თავად ვართ ეს რადიო. სინამდვილეში კი ჩვენ ვართ მსმენელი, რომელსაც შეუძლია უბრალოდ დააკვირდეს ამ გადაცემებს და თუ მოინდომებს, ხმასაც დაუწიოს. სანამ გავაგრძელებთ, უმნიშვნელოვანესია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი სრულიად განსხვავებული რამ. ფსიქოლოგიური შინაგანი ხმა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, და სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც ტინიტუსი ქვია. ტინიტუსი არის ფიზიკური შეგრძნება, როდესაც ადამიანს ესმის ხმა, წვილი, ზუზუნი, შიშინი ან ზარის ხმა. ერთ ან ორივე ყურში ისე, რომ ამ ხმის გარეგანი წყარო არ არსებობს. ეს არ არის ფიქრი, ეს რეალური სმენითი შეგრძნებაა. სტატისტიკურად მოსახლეობის დაახლოებით 10-დან 12% განიცდის ტინიტუსის რაიმე ფორმას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. ტინიტუსის მიზეზები მრავალფეროვანია. სმენის დაზიანება, ხმამაღალი მუსიკის ან ხმაურის გამო, ორის ინფექციები ან გოგირდის საცობი, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, როგორიცაა მაღალი წნევა, გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტი, ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება. თუ თქვენ გესმით რეალური ფიზიკური ხმაური ყურებში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ოტოლარინგოლოგს. ეს სამედიცინო სიმპტომია და არა ფსიქოლოგიური ფენომენი. ის, რასაც ჩვენ ამ ვიდეოში განვიხილავთ, არის ფსიქოლოგიური მოვლენა, აზრების უწყვეტი ნაკადი. ეს არ არის ფიზიკური ხმა. ეს არის ჩვენი შინაგანი საუბარი. ამიტომ, თუ თქვენი პრობლემა დაუსრულებელი, მოუსვენარი ფიქრები და შინაგანი კრიტიკაა, მაშინ თქვენ სწორ ადგილას ხართ. ეხლა კი გადავიდეთ მთავარ საკითხზე. თუ შენ არ ხარ ეს ხმა, მაშინ ვინ ხარ? წარმოვიდგინე, რომ ბნელ კინოთეატრში ზიხარ. ეკრანზე გამუდმებით გადის ფილმი. ეს ფილმი შენი აზრებია. ხან საშინელებათა ფილმია, შიშები და შფოთვა, ხან რომანტიკული კომედია, ოცნებები, ხან კი დოკუმენტური ფილმი, ანალიზი და გეგმები. შენ იმდენად ხარ ჩართული ამ ფილმში, რომ გავიწყდება ყველაზე მთავარი. შენ სინამდვილეში სავარძელში მიდომი მაყურებელი ხარ და არა თავად ფილმი. ეს მაყურებელი, ეს მდუმარე დამკვირვებელი არის შენი ნამდვილი მე. ეს არის ცნობიერება. ცნობიერება არის ის სივრცე, რომელშიც ყველაფერი ხდება. აზრები ჩნდება და ქრება, ემოციები მოდის და მიდის. ის გავს ცას, ხოლო აზრები და ემოციები ხრუბლებს. ხრუბლები მუდმივად მოძრაობენ, იცვლიან ფორმას და ფერს. ზოგჯერ სამთლიანად დაფარულია მუქი მძიმე ხრუბლებით, მაგრამ ხრუბლების მიღმა ცა ყოველთვის არის უცვლელი, მშვიდი და წმინდა. ცას ხრუბლები ვერაფერს აკლებენ. ეს იდეა ახალი არ არის. ის ათასობით წლის განმავლობაში არსებობდა აღმოსავლურ ფილოსოფიაში, მაგალითად ბუდიზმსა და სტოიციზმში. ჩვენი ტანჯვის მთავარი მიზეზი, როგორც სულიერი მასწავლებლები ამბობენ, გონებასთან სრული გაიგივებაა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ვართ ეს წარმავალი ხრუბლები. როდესაც ნეგატიური აზრი ჩნდება, ჩვენ ვამბობთ, მე დეპრესიაში ვარ. როდესაც შიში გვიფრობს, მე შინია. ჩვენ არ ვამბობთ, მე ვაცნობიერებ, რომ ჩემში დეპრესიული აზრი გაჩნდა, ან მე ვამჩნევ შიშის შეგრძნებას. ამ პატარა ენობრივ ცვლილებაშიც კი უდიდესი ძალაა. როცა ამბობ, მე ვარ, შენს იდენტობას წარმავალ ფენომენთან აიგივებ. როცა ამბობ, მე ვამჩნევ, შენ ქმნი დისტანციას. შენ ხდები დამკვირვებელი. ვინ არის ეს დამკვირვებელი? ეს შენი არსებობის ყველაზე ღრმა ნაწილია. ეს არის ის ყოფნა, რომელიც მუდამ შენთანაა. სანამ აზრი გაჩნდება, შენ უკვე ხარ. მას შემდეგ, რაც აზრი გაქრება, შენ ხარ ის მდუმარი ფონი, რომელზეც ცხოვრების მთელი დრამა იშლება. ამ განსხვავების გაცნობიერება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შენ ვერ შეებრძოლები შენს აზრებს. რაც უფრო მეტად ებრძვი, მით უფრო ძლიერდებიან ისინი. ფიქრს ფიქრით ვერ შეაჩერებ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის ის, რომ შეწყვიტო მათთან გაიგივება. უბრალოდ დააკვირდი მათ. როდესაც შენს აზრებზე დაკვირვებას იწყებ, ნაცვლად იმისა, რომ მათში ჩაიკარგო, საოცარი რამ ხდება. შენ ამჩნევ, რომ აზრებს თავისთავად ძალა არ აქვთ. ისინი უბრალოდ მენტალური მოვლენებია. ძალას მათ შენი რწმენა და ყურადღება ანიჭებს. როცა მათ კვებას წყვეთ, ისინი შენზე გავლენას კარგავენ. კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ მივახციოთ ამას პრაქტიკაში? როგორ გავხდეთ დამკვირვებელი? არსებობს ამდენიმე ძალიან მარტივი და ძლიერი ტექნიკა, რომელთა გამოყენებაც დღესვე შეგიძლია. ტექნიკა პირველი. დააკვირდი ფიქრებს, როგორც ხრუბლებს. ეს ყველაზე მთავარი პრაქტიკაა. გამონახე დღეში 5-10 წუთი, დაჯექი წყნარ ადგილას და დახუჯე თვალები. არ ეცადო ფიქრების შეჩერებას. ეს შეუძლებელია და მხოლოდ გაგაღიზიანებს. შენი ამოცანა უბრალოდ დაელოდო შემდეგ აზრს. იყავი კატასავით, რომელიც თაგვის სოროს უდარაჯებს.
როდესაც აზრი გამოჩნდება, უბრალოდ შენიშნე იგი. არ გააანალიზო, არ განიკითხო, უბრალოდ უთხარი საკუთარ თავს. გაჩნდა აზრი. წარმოიდგინე, რომ შენი ცნობიერება უსასრულო ლურჯიცაა, ხოლო ფიქრები ღრუბლები. ზოგი პატარა და თეთრია, ზოგი დიდი და შავი. შენ უბრალოდ აკვირდები, როგორ მოდიან და მიდიან. არ ცდილობ მათ დაჯერას ან გაგდებას. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს. გონება შეეცდება ისევ ჩაგითრიოს. ეს ნორმალურია. მთავარია, ყოველ ჯერზე, როცა შენიშნავ, რომ ფიქრებში დაიკარგე, რბილად დააბრუნო ყურადღება დაკვირვების პროცესში. ტექნიკა მეორე. დაბრუნდი აწმყოში. გონებას უყვარს წარსულში ან მომავალში ხეტიალი. აწმყო მომენტი მისთვის მოსაწყენია, რადგან აქ პრობლემები არ არის. აწმყოში დასაბრუნებლად საუკეთესო გზა ჩვენი სხეულისა და გზნობების გამოყენებაა. ფოკუსირდი სუნთქვაზე. შენი სუნთქვა ყოველთვის აწმყოშია. როცა გძნობ, რომ ფიქრები გიტევს, უბრალოდ გადაიტანე ყურადღება სუნთქვაზე. იგრძენი, როგორ შემოდის და გამოდის ჰაერი. არ ეცადო მის კონტროლს, უბრალოდ დააკვირდი. ეს მარტივი ქმედება მღისიერად გაბრუნებს აწმყოში. იგრძენი სხეული. დახუჭე თვალები და სცადე იგრძნო ენერგია შენს ხელის მტევნებში, შემდეგ ტერფებში, შემდეგ მთელ სხეულში. იგრძენი სიცოცხლე, რომელიც შენში პულსირებს. როდესაც ყურადღება სხეულზეა, გონების ხმაური თავისით ნელდება. გამოიყენე გრძნობები. შეჩერდი და შეგნებულად დააკვირდი, რა ხდება შენ გარშემო. რა 5 რამის დანახვა შეგიძლია ახლა? რა 4 ხმის გაგონება? რა 3 რამის შეგრძნება შეგიძლია კანით? ეს მარტივი სავარჯიშო, ცნობილი როგორც 5-4-3-2-1 ტექნიკა, ეფექტურად აბრუნებს გონებას აწმყოში და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ტექნიკა მესამე. დაარქვის სახელი შენს აზრებს. ეს ტექნიკა გულისხმობს აზრებისთვის იარლეკეს მიკვრას. როცა გონებაში აზრი ჩნდება, ნაცვლად იმისა, რომ მას გახვე, უბრალოდ დაარქვი სახელი. მაგალითად, ეს არის დაგეგმვა, ეს არის განსჯა, ეს არის მოგონება, ეს არის შფოთვა. როდესაც აზრს სახელს არ ქმევ, ის კარგავს თავის აბსოლუტურ ძალაუფლებას. შენ ხდები მეცნიერი, რომელიც აკვირდება თავისი გონების მუშაობას. ეს ქმნის დისტანციას და გაძლევს არჩევას. ჩაერთო ამ აზრში, თუ უბრალოდ გაატარო. ამ პრაქტიკების რეგულარული შესრულება თანდათან ცვლის შენს ტვინს. შენ ავარჯიშებ მას, რომ ნაკლებად გაიგივდეს აზრებთან და მეტი დრო გაატაროს დამკვირვებლის მდგომარეობაში. ეს არ ნიშნავს, რომ ფიქრები გაქრება. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ გაგაკონტროლებენ. შენ გახდები შენი გონების ბატონი და არა მისი მონი. ჩვენ დავიწყეთ კითხვით. ვინ ხარ შენ? მოგზაურობის ბოლოს პასუხი ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ამავდროულად უსაზღვროდ ღრმაა. შენ არ ხარ ის ხმა, რომელსაც თავში ისმენ. შენ არ ხარ შენი აზრები, ემოციები, წარსული ან მომავლის შიშები. ეს ყველაფერი წარმავალი მოვლენებია, რომლებიც შენი ცნობიერების სივრცეში ჩნდებიან და ქრებიან. შენ ხარ თავად ეს სივრცე. შენ ხარ მდუმარე დამკვირვებელი. შენ ხარ ცა, რომელშიც ღრუბლები დაცურავენ. ამ ჭეშმარიტების გაცნობიერება მუდმივი პროცესია. ეს არის უნარი, შეამჩნიო, როდის იკარგები ფიქრებში და რბილად, საკუთარი თავის განსჯის გარეშე დაუბრუნდე აწმყო მომენტს. ამ გზაზე სიარული ნიშნავს. აღმოაჩინო შინაგანი სიმშვიდისა და თავისუფლების ამოუწურავი წყარო, რომელიც ყოველთვის შენში იყო, უბრალოდ მენტალური ხმაურის მიღმა იმალებოდა. დაიმახსოვრე, შენ არ ხარ შენი ფიქრები. შენ ხარ ის, ვინც ამ ფიქრებს აცნობიერებს და სწორედ ამ გაცნობიერებაშია ნამდვილი თავისუფლება. მადლობა, რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი, რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ, ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგრჩეს ახალი ვიდეოები.